ლელოსა და გიორგი გახარიას პარტიები მერობის ნეიტრალურ კანდიდატზე შესაჯერებლად კონსულტაციებს იწყებენ. ლიდერები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ოპოზიციას გაერთიანებისკენ და ამბობენ, რომ არჩევნების ბოიკოტი ქართულ ოცნებას უფრო გააძლიერებს. მიღებული გადაწყვეტილება კრიტიკის საგანია ბოიკოტის რეჟიმში ყოფი პარტიებისთვის, რომლებიც მემორანდუმთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ეს ქართულ ოცნებასთან გარიგების ნიშანია. მმართველი გუნდის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საზოგადოების მოტყუების მორიგი მცდელობაა. Ყველამ საკუთარ პარტიას მიხედოს და მათ ურჩევნიათ ეს ჩვენს მიერ დასმული კითხვა თუ რას აპირებენ ისინი ბოიკოტის შემთხვევაში არჩევნების შემდეგ ამ კითხვას კაფეო პასუხი გასცენ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბოიკოტმა და ზოგადად როგორ შეიძლება ჩამოიშალოს ოცნება ბოიკოტის გზით. ჩვენი გზა გვაქვს, ამაზე თავიდანვე პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნების გზით და მიგვაჩნია რომ ოცნებას ის ელექტორატი, ვინც ყავს ობიექტურად დღეს, არ ემსახურებს. გაცილებით ნაკლები ელექტორატი უნდა ყავდეს ოცნებას სამართლიანი არჩევნების პირობებში და ამიტომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც შეგვიძლია მივიდეთ და ამ ამორჩეველს, რომელმაც ჯერ კიდევ მისცა ოქტომბრის არჩევნებში ოცნებას ხმა, დავუსაბუთოთ და დავუმტკიცოთ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მხარდაჭერა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოება იყოს ერთიანი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ამდენად საზოგადოების ინტეგრაცია პოლიტიკურ პროცესში უფრო მეტად, არა მხოლოდ პოლიტიკური კლასისა. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათგან განსხვავებით ჩვენი მიდგომა არის ესეთი, რომ არ ვაპირებთ ოპოზიციაში ყოფნას, მიუხედავად მათი მხრიდან წამოსული დამოკიდებულებისა და შეფასებებისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ რეჟიმის ცვლილებისთვის აუცილებელი იქნება პოლიტიკური კლასი და საზოგადოება დადგეს ერთად. შესაბამისად, ეს სამომავლო საკითხი არის, ამიტომაც ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული გზა ავირჩიეთ, არ ვაპირებთ, რომ მათთან შევიდეთ დაპირისპირებაში. ამ წუთის მდგომარეობითაც ბატონ მამუკა ხაზარაძეს შეუძლია შემოუერთდეს ოპოზიციურ ერთობას, შეეშვან ვიწრო პარტიული ინტერესის გატარებას, გარისყვას, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ მიიღოს ლეგიტიმაცია და ერთადერთი ვარიანტი ამ წუთას ოპოზიციური ერთობის შექმნის არის ის, რომ ლელომ გამოაცხადოს, რომ ისინიც უერთებიან თანამშრომლობის პოლიტიკას. სხვანაირად შეუძლებელია. ერთად ცალ-ცალკე პირველ მეორეზე გათვლით თუ მეორე პირველზე გათვლით მნიშვნელობა არ აქვს, ასეც და ისეც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში დამარცხდება კიდევ ერთხელ თვითმმართველობის არჩევნებში. ეს არის მათი მთავარი დილემა. ამიტომ არის რომ ვერ გაუგიათ განყვეს 4 ბარჯერ გადალახული პარტია, 2-ს აღებინებენ მონაწილეობას, 2 არ იღებს მონაწილეობას, რომ რაღაცნაირად ყველა ოპცია მოსინჯონ. სინამდვილეში მთავარი დილემა რაც დღეს რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს საზოგადოებრივ უდგას არის ის, რომ შევლენ არჩევნებში დამარცხდებიან, არ შევლენ დამარცხდებიან. რომ უსმენდნენ ზოგიერთ ელჩს და მანდატებზე რომ უარი თქვენ, ეხლა მივიდნენ და იმ ელჩს მოკითხონ პასუხი. რომ უსმენდნენ ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს და ბოიკოტს უცხადებდნენ არჩევნებს, წავიდნენ ეხლა და იმ ევროპელ ბიუროკრატებს მოკითხონ, რატომ შეიყვანეს ამ ადგილში. ეს არის ბედი ყველა იმ ადამიანისა, რომელიც ვასალი ხდება სხვისი. გაერთიანებულები იქნებიან, დაშლილები იქნებიან, ვინ ვისთან იქნება, ბევრი ასეთი გაერთიანებები გვინახავს აგერ ახლო წარსულში, მაგრამ შედეგი 0. იმიტომ რომ ვიცით ეს ადამიანები გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებული, რას წარმოადგენენ, ვის ემსახურებიან და რას ემსახურებიან. საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქართველი ხალხის ინტერესებთან, გინდ გაერთიანებულებს და გინდ ცალკე დაშლილებს ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს.